აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ცენტრის ხელმძღვანელის ორჰან ბერიძის წიგნის საუკუნის სევდა პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში აღწერილია ავტორის მოგონებები საქართველოზე. ღონისძიებას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. წიგნის საუკუნის სევდა პრეზენტაცია ბათუმში უკვე გაიმართა. მომავალში კი მისი წარდგენა თბილისშია დაგეგმილი. 2006 წლის შემდეგ ვისწავლე ქართული 45 წლის ასაკში ვისწავლე. როცა ვისწავლე, იმის შემდეგ მოგონებები მყავს ბევრი, როგორ გითხოს, ზოგი სატირალია, ზოგი სასაცილოა ჩემებურად. ის წერდი და საზოგადოებრივ ქსელებში, YouTube-ში ვიდეო თვალით, თქვათ Facebook-ი, ანუ საშუალებით ვზიარებდი. მე მეცნიერები მირწეს, რომ ეს წიგნად დავაბეჭდეთო. მე ის მოგონებები წიგნად დავაბეჭდეთ და საუკუნის სევდა და ეს არის ჩემი მოგონებები. ეს წიგნი აჭარაში, ბათუმში, აჭარის მწერალთა კავშირი და აჭარის მწერალთა სახლმა დაბეჭდა. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონი შორენა მახაჭაძემ გარედაქდა. საქართველოს მწერალთა კავშირი ამ წიგნის გამო განაცხადა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად. ღირსი არა ვარ, ვუთხარი, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო, მადლობას ვუხდი მათ. ეს წიგნის პრეზენტაცია გაკეთდა ბათუმში, სტამბოლში, შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრში, ხო და ახლა დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. რაც შეეხება მე ქუთაისში, აქ წიგნში არის ქუთაისის შესახებ, ერთ ადგილზე ცოტა საიდუმლოდ გეთმის, შუმად გეთმის, წერია რომ ქუთაისი ძალიან მიყვარს, უფრო მიყვარს, ასე გამოდის. არ ესწრინოს სხვა მეგობრებს, ძალიან მიყვარს ნამდვილად. საინტერესო დღეებია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-თურქულ ურთიერთობებს ეხება ეს ღონისძიებები. დღეს ბატონი ორხანი ყავს სტუმრად, დიდი ქართული სულის მატარებელი ადამიანი. სხვათა შორის ისიც არის აღსანიშნავი, რომ 40 წლამდე ბატონი ორხანი ქართულად ვერ საუბრობდა და დღეს მისი წიგნის ქართულად პრეზენტაციაა და მას შეუძლია ნახევარი ვეფხისტყაოსანი უკვე ზეპირადაც თქვას და ესე რომ ვთქვათ, დღეს დაინთება ჩვენ სამკითხველო დარბაზში ქართული ცეცხლი, ქართული სულის გადმოფრქვევა იქნება ბოლომდე. 1940 წელს თურქეთში გამოვიდა ბანოღლუს წიგნი, რომელიც ეხება ქეთევან დედოფალს, წმინდა ქეთევან დედოფალს და გიორგი სააკაძეს და უნივერსიტეტმა გააკეთა ის, რომ ეს წიგნი ვთარგმნეთ ქართულ ენაზე. და ამ წიგნის ქართულ საზოგადოებისთვის პირველად წარდგინება აქ მოხდება და მოკლედ ესე დატვირთული ვართ ყოველ მხრივ და მიხარია რომ ამაში ყველაა ჩართული მარტო ჩვენი უნივერსიტეტი არა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებელი თურქეთიდან ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი და ბევრი მეცნიერი არის ჩვენი სტუმარი და ესე რომ ვთქვათ რიტმი უნივერსიტეტის არის მაღალი ნამდვილად